ახლა განვიხილოთ მომდევნო ამოცანა მეათე. OX y ორდინატოს სიბრტყეზე y უდრის OX კვადრატს მინუს AX და პლუს 5 ფუნქციის გრაფიკის სიმეტრიის ღერძია x უდრის მინუს 3 წრფე. იპოვეთ ას მნიშვნელობა. ზოგადად აქ იმდენად ასე ვთქვათ არ არის ლოგიკური ამოცანა, რამდენადაც აპლიკანტს სთხოვენ იცოდეს კვადრატული ფუნქციის შესახებ გარკვეული ფორმულები. ცხადია ეს ჭეშმარიტება და რაღაცის მოუგონილი არ არის, ისეთი უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ საჭიროებს ფორმულების ცოდნას. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ კვადრატულ ფუნქციას აქვს ყოველთვის სიმეტრიის ღერძი, ანუ სიმეტრიის ღერძი არის ისეთი წრფე, რომლის მიმართაც ორივე მხარე იქნება სიმეტრიული. მარტივად რო ვთქვათ, რაღაცა პეპლის შემთხვევაში ხო, ანუ ადამიანის სხეული, ცხოველის სხეული არის სიმეტრიული რაღაცის მიმართ. ანუ ხდება არეკლა ერთი მხარის მეორისა და ასე შემდეგ. ეს სიმეტრიის ღერძზე ალბათ შეგვხვდება ამოცანა შემდგომ სავარჯიშოებში და ტესტში. ხო, რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ყოველთვის ამ ფუნქციას აქვს უმცირესი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ a კოეფიციენტი არის დადებითი და შტოები არის ზემოთ მიმართული, თუმცა აქ ეს არ გვჭირდება. ფუნქციას აქვს სიმეტრიის ღერძი, რომელიც გადის სწორედ აი ამ წრფეზე x უდრის მინუს 3-ს და გრაფიკზეც შეძლებს დაგვარად დავხაზე. და გვეკითხება რა არის ას მნიშვნელობა. ას მნიშვნელობა, ანუ პარამეტრია, რომელიც უნდა იყოს b კოეფიციენტი იმ სახით, რასაც ვიცნობთ ჩვენ კვადრატულ ფუნქციას. ამიტომაც უმცირესი მნიშვნელობის ფორმულა გვჭირდება მინუს b შეფარდებული 2a-სთან. მინუს b შეფარდებული 2a-სთან არის უმცირესი x0-ის მნიშვნელობა, ხოლო მინუს d შეფარდებული 4-ასთან უშუალოდ ფუნქცია რას უდრის, ანუ რა არის მისი უმცირესი მნიშვნელობა, მაგრამ ეს აქ ამჯერად არ გვჭირდება. სწორედ მინუს b შეფარდებული 2a-სთან უდრის მინუს 3-ს, რადგან ასე ვთქვათ, b-ს შემთხვევაში გვაქვს a პარამეტრი, რომელიც უარყოფითი ნიშნითაა და ამიტომაც ორი მინუსი გაპლუსდება და რჩება დადებითი a შეფარდებული 2-ჯერ აღებულ a კოეფიციენტთან, რომელიც ორი სტოლია და შესაბამისად გვაქვს a შეფარდება 4-თან და უდრის მინუს 3-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ ფუნქციის x0 და სიმეტრიის ღერძი ერთმანეთის სტოლია და ეს ხდება ყოველთვის. a გამოდის მინუს 12, როგორც ასე ვთქვათ, ას მნიშვნელობა და მარტივად გვექნება უნდა მოვნიშნოთ a პასუხი.